უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ამ კვირაში დაიწყება. მოლაპარაკებები მცირეხნიანი გადავადების შემდეგ განახლდა. თუმცა ფრონტის ხაზზე ბრძოლები გრძელდება და რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე მიტანილ იერიშებს კვლავ ეწირება ხალხი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხრივი მოლაპარაკებები 4 შაბათსა და 5 შაბათს აბუ-დაბიში გაიმართება. ეს ქალაქი უკვე მასპინძლობდა მსგავს შეხვედრას გასულ თვეს. Наша команда продовжує працювати. ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას ამერიკულ მხარესთან, რათა მშვიდობისთვის აუცილებელი და რეალური გადაწყვეტილებები მივიღოთ. შეხვედრები 4 შაბათსა და 5 შაბათს განახლდება. ეს არ იქნება მხოლოდ სამმხრივი ფორმატი. შეერთებულ შტატებთან ცალკე ორმხრივი შეხვედრებიც გვექნება. არსებობს საკითხები, რომლებიც შეთანხმება საჭიროებს და თემები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს. უსაფრთხოების გარანტიების საკითხში მზად ვართ თანამშრომლობისთვის. უკრაინის აღდგენისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ დაუჭიროს მხარე დიალოგის ყველა შესაძლო ფორმატს და შესაბამისი მოლაპარაკება აწარმოოს რუსულ მხარესთან, რათა რუსეთის თავდასხმებმა და ტერორმა ხელი არ შეუშალოს იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ირანის ხელისუფლება კი რეგიონსა და მსოფლიოში ომისა და ძალადობის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, უკრაინა არ დაივიწყებს შაჰედის იმ ათასობით დრონს, რომლებითაც უკრაინის ქალაქებს, სოფლებსა და მოსახლეობას შეუტიეს. უკრაინა მხარს უჭერს მათ, ვინც თავისუფლებას აფასებს და მზად არის მის დასაცავად. მთელი მსოფლიო ხედავს ირანში განვითარებულ მოვლენებსა და მსხვერპლის მასშტაბს და იმას, თუ როგორ ჩადო ირანის რეჟიმმა დიდი რესურსი რეგიონსა და მსოფლიოში ომისა და ძალადობის გასავრცელებლად. უკრაინა არ დაივიწყებს შაჰედის იმ ათასობით დრონს, რომლებითაც იერიში მიიტანეს ჩვენს ქალაქებზე, სოფლებსა და ჩვენს ხალხზე.